ბოდიში. გამიშვი. მე რეჟისორთან ამას ვსაუბრობ. სტოპ! რა შეასაქმე? მე რედაქციიდან ვარ, რეჟისორს უნდა მოველაპარაკო ახლავე ოპერატიულად. რა შეასაქმე? მე ბოდიში. მე დამავარდეს. კინოგადაღების შაშლა? დასტოვეთ პავილიონი. არა. მე რედაქციიდან ვარ. როგორ გითხრათ, თქვენი ფილმის შესახებ. ეს ჩემი პირველი კორესპონდენცია. და თუ ახლავე არ მივიტანე. მაშინ ეს კორესპონდენცია იქნება პირველის და უკანასკნელიც, არა? დიახ. შესვენება 9 საათით. დაიწყენე. გთხოვთ. დაბრძანეთ. გისმენთ. მაშასე. თქვენ ახლა მე მიამბობთ თქვენი მომავალი ფილმის ისტორიას. გაფრთხილებთ, ყოველი ფაქტი უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს. როგორ გითხრათ? ჩვენ უნდა გადავიღოთ ფილმი კურორტის ცხოვრებაზე. ოღონდ სხვა ფილმი, არაწარსული ზაფხული. მაგრამ თვითონ ცხოვრებამ შესვალა ჩვენი ჩანაფიქრი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გადაღებამდე გავემგზავრებ კურორტზე. მეგობრებო, მე გახლავართ თეთრი სასტუმროს ექსკურსიაზე. თუ გავიხედავთ მარჯვნივ საქმე გვაქვს ისეთ მოვლენასთან, როგორიც ამთა. მარცხნივ კი თუ კარგად დააკვირდებით, შენიშნავთ ეგრეთ წოდებულ მდინარეს. გთხოვთ აიხედოთ ზევი. თქვენს თავზე სამხრეთის ლურჯი ზეცა. თქვენს ფეხით საქართველოს უძველესი მიწა. ნალექების რაოდენობა საკმარისი. ქარი სუსტი ზომიერა. ამ კლდეზე ისტორიამ შემოინახა მეცნიერებისათვის უძვირფასესი წარწერა. იყუჩე ჩემო დაკანცილო ძმაო, მე ვილაპარაკებ შენს ლაგიდან. მეგობრებო, დღეს ყველას გვაერთიანებს ერთი წმინდა სიტყვა შვებულება. დღეს ბედმა ერთად შევყარა სხვადასხვა წლოვანების მთელი წლის ჯაფი დაღლილი ხალხი. რომელი ხალხი დაღლილი? თქვენი ბედი რომ ალექსანდრე არ გაიგონათ. ვინ არის ბიჭო ალექსანდრე? დაიცნობ ნახავ. ბოდიში ბატონ ალექსანდრე. რა ვინა ბიჭო? სასწრაფოდ უნდა მოგახსენოთ. ჩემი ბიძაშვილი სოლის ზმიშვილი ქუთაისში შეხვედრია ჩემს ქვისლს. იმის პირით შემოგვითვალა ბატონო რომ იღებენ. არა ეგრეთველი არების მიღება არ შემილია თავი დამანები. არა ბატონო ალექსანდრე, კინოს იღებენ კურორტის შესახებ. რეჟისორი მოდის ჩვენთან, ცხოვრება უნდა შევისწავლო.
ჩემი? არა, ბატონო, როგორ გეკადრებათ? ჩვენი სასტუმროს. მერე? თავის გამომჟღავნება არ ნდომებია იმ ჩემი ცოდვით სავსეს და მოდის ჩვეულებრივი დასვენებელივით. რა გვარია? არ ვიცი. მაგრამ დანამდვილებით ამ პარტიაშია. რომელ პარტიაში? რა ბატონო? რომელ პარტიაში, ბიჭო? ამ ავტობუსს რომ მოყვა. ოჩახ. მაშ მოდის, საქართველოს მასპინძელო მადლიანო, აგვიღე კარები. Აბაღარი შორი მიდან მოსულები, სიტყვის ბარები. კეთი იყოს მომწანება, მურად გადაგეხვევი. თუ მახვილებოდი, თუ მარსალესი ჩემნები. თუ მახვილებოდი, თუ მარსალესი ჩემნები. მოცა დამსვენებლების საყურადღებოდ. სასტიკად აკრძალულია ბახშის კამებზე წამოწოლა. განსაკუთრებით კულტ მასობრივი მუშაობის საათებში. აკრძალულია სასტუმრო პანსიონატის ტერიტორიაზე ხმამაღალის. ეს რასაც ისმენ ალექსანდრეს გადაცემებით ალექსანდრეს ჩანაწერებია. ვინ არის ბოლოს ეს თქვენი მიქიური ალექსანდრე? გაიცნობ ნახავ. მოიწმინეთ. დირექტორ სათვირი აქვს. მიბდანდით. რას მეტყვით? ბოდიში, ჩვენ ეხლა ხან დავქორწინდით და ჩამოვედით აქ. ილოცავ. თქვენ ხელოვნების დარგში ხომ არ მუშაობთ? თქვენ? მე? დიახ. არა, სტუდენტი ვარ, სამედიცინო ინსტიტუტში. მე კიდე. გასაგებია. კომკავშირელები ხართ? დიახ. хорошо, დაგაბინავებთ. თქვენ ქალთა საერთო საცხოვრებელში, თქვენ კი აივანზე. აივანზე? თქვენ ხუმრობთ. როგორ ქალიშვილო, ერთი თვით დაიწერეთ ჯვარი. ამით რისი თქმა გნება? ცხოვრება შემომეგობრებო. მოესწრებით ერთმანეთის ყურებას. ჩვენ ერთად კარგად იყავით. როდის ამოხვედი? გამარჯობათ, ძვირფასო ვიქტორ პეტროვიჩ. ამას წინას ერთ ხალზე ვნახე თქვენი შეკერილი კაბა, ისეთი ორიგინალური ჯიბები. აქ არავინ არ უნდა იცოდეს, რომ მე მკერავი და ვიქტორი დაღლილია, ვიქტორს დასვენება. კი, მაგრამ მე ვიქტორი აქ შეტეხებს არ მიიღებს. გასაგებია. გამარჯობა. მაპეთი. თუ გაქვთ სასტუმროში უდრო ნომერი, ფას ნიშნულობა არ აქვს. თქვენთვის ვიშოვი. გთხოვთ მოგწამთ. გთხოვთ. დავძენით ბატონო. გთხოვთ. ხალხს ერიდებით არა? იცით, ჩემი ვიქტორი ნამდვილი ხელოვანია.
ვიქტორს დასვენება სჭირდება. მესმის. მაშასე. ასეთი პიროვნება ჩემს სასტუმროში ეს პირდაპირ არ ვიცი. თქვენ მე მიცნო? თქვენ ვინ არ გიცნო ჩემთან? ძალიან გთხოვთ, ჩემი ჩამოსვლა არავინ გაიგოს. ვიქტორი გადაღლილია და მუშაობას არ ადირებს. გასაგებია. მაშას ფილმების ფოტოგრაფირება, ესე იგი კინოფიკაცია, მოგლეთ კინოპრაკატ, ა? შუაში ეს? ბოდიშ მაბადიეთ მეც აღარაფერს აღარ ვიტყვი. მე თქვენ მოგცემთ საუკეთესო ნომერს, ლუქს, ტბის მხარეს. ინებეთ. მადლობთ. ბესტერიონ, ვიქტორ პეტროვიჩ, ეს სამხანაგი მოგემსახურებათ. ეს უკვე მეტისმეტია. როგორ გეგადრებათ? არ ვიცი პირდაპირ ვითი დაიმსახურე. შენ როგორ არ დაიმსახურე, ვიქტორ? მაგრამ ეს მართლაც მეტისმეტია. არა, გაბატონო. ალექსანდრ სიმეონიჩ, თუმცა ვიქტორი ძალზე დატვირთულია. გახსოვდეთ თქვენთვის, როცა კი დაგჭირდებათ ყოველთვის მზადდება. მადლობა. დაბრძანდით. არა, გმადლობთ ტრესში მიმეჩქარება, მე კიდევ გინახულებთ. კარგად განდევოდეთ. აღგებო. ჩვენთან ჩამოვიდა რეჟისორი. რეჟისორი? დიახ. კინორეჟისორი? დიახ. ნამდვილი რეჟისორი? აბარაკი. ელიკო. მან უნდა ჩაატაროს ჩემი კურორტის ფოტოგრაფირება, რომ ხალხს გააცნოს ჩემი მეთოდი. აღგანაგებო აპლოდისმენტები მე ჯერ საქმე გავაკეთებ. სორია. აღგანაგებო რა ამისთვის საჭირო? დამსვენებელთა კარგი მომსახურება, ბატონო ალექსანდრე. სორია. ამისათვის საჭიროა. პირველი. მეორე ცივდება თუ კურორტიკები იცდიან. აიცდიან. წვადი ეს მეორეა. პირველი კი კულტ მასობრივი მუშაობა. რას გადაიღებენ კინოშემქმნელები? რას? როგორ ჭამენ მშრომელები ხარჩოს? არ. ამხანაგება. 11 თვეს წელიწადში მშრომელები ნორმალურად ატარებენ. მაგრამ არსებობს დამღუპველი 24 დღე. როცა ისინი იცვამენ პიჟამებს და როცა ისინი რას აკეთებენ? ისვენებენ. სწორია, ისვენებენ. რისგან ისვენებენ? ყველაფრისგან. სწორია, ყველაფრისგან ისვენებენ და ეს არაა სწორია მხანაგებო. ჩვენი ვალია არ მივცეთ მათ საშუალება დასვენების. სწორია, კულტ მასობრივი მუშაობისაგან დასვენების საშუალება. ამხანაგებო ჩვენ მოგველის ფოტოგრაფირება. მაშა სანამე მთელი ჩვენი სამუშაო უნდა გადავაბრუნოთ. მათის გაძლიერების მიზნით რესტორანი გადავიტანეთ ბუნების სიახლოვე. ხოლო რესტორანის დარბაზი გადავაქციეთ სალექციო აუდიტორიას. ჩვენ დამსვენებლებს ყოველ დღეს შეუძლიათ მოისმინონ ლექცია მოხსენებები. გაეცნონ პანსიონატის მუშაობის სამსახურ დიაგრამებსა და სხვა მასალებს. ელიკო, რათ არის? მე მგონია რომ წელს დიდ მოსავალს იღებულია ბატონო. ინებეთ? იმედი მაქვს. ამხანაგო დაგავიწყდით. როგორ გეკადრებათ? თქვენ ხართ ვიტოჩკი, თქვენ კი ლოვიო. ვიდა ლოვიო? მე ვარ ლოვიო. ჩვენ მოგვემსახურება ვინმე? გინაცვალი, ხომ ხედავს სად მიხდება სირბილი? მასაიც. ელიკო,
შეხედე? ის არის. ვინ არის ტანი? კინორეჟისორი. ვინ გითხრა? ბესარიონს წამოსწდა. როგორ მოვიქცეთ ახლა? მიდი მოემსახურე და უთხარი კინოში მინდა გადაღება თქო. რას ამბობ, რას? გაითამაშე რამე როლი და გაგიჟდება. ახლა? ახლავე. რესტორანში? ხო, რესტორანში. იცი რა? იმ კაცს ისეთი სახე აქვს, თუ მოეწონე წაგიყვან. მიდი. ახლა მარტოა. მომეცი თაბახი. მე ბიჭებს ვეთყვი დაუკრან რამე და ნახე რა მოხდება. რა მოუვიდა? არ მესმის? გიჟიმიდა ხარა? აიო. ერთი წნახო და საწამლავი ჩაგვიღარა სუფში. ანდა ნემსები ჩაგვიწყო კატლეტებში. არ გადამი. დიდებული იყო, მაგრამ მოგწონთ? ღმერთო ჩემო რა ბედნიერება. ეს ხომ ჩემი დიდი ხნის ოცნება. მე ძალიან მინდოდა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ ვერ ბედავდი. თქვენ ახართ ჩემი იმედი. მე ხცული თავარ. სიკით გზა არ მაქვს. გამაგიჟებს, ეს ქალი გამაგიჟებს. მეტი ჩრობს. სხვის მაგიდებს ემსახურება. ხალხს ნისიათ აჭმევს. ოჯახებს ანგრევს. მერე ვის ოჯახს? მე მინდოდა ლაპარაკი. ჩვენი საფრთხმოს კულტმასობრივ მუშაობის გეგმას საზაფხულო საშემოდგომოს დადგება სიყვარული ოცნება დასრულები Las mos sigaruri da otnebis asruleba როგორ? თქვენ არ დამიძახეთ? მე დაგიძახეთ? თქვენმა სიმღერამ დამიძახა. მე ჩემთვის მღეროთ.
თორმე სხვისთვისაც. დიდი მეგობრობა გქონიათ მურიასთან. საიდან იცით მისი სახელი? მე ყველაფერი მესმოდა. დიდი ხანია რაც აქ ახართ. საკმაოდ. თვალთვალებით. ალბათ ისიც დაინახეთ, როცა მე ვანაობ. არა, ვცდილობდი არ მეყურებინა. არც კი გცხენიათ. ეგ არის თქვენი ვაჟკაცობა. დაიკარგეთ აქედან. თავხედი. დადიან აქ ვიღაცები. გასცი მურია? იცით რა? ჩაიწერეთ. დირექტორს უნდა მიჩივოთ არამზადა და უსინდისა და მიდახატო. ჩაიწერეთ, რამდენის გინდათ ჩაიწერეთ. რა კარგია რომ გნახეთ. აი ახლა დამშვიდებით ილაპარაკოთ. მე თქვენთან საქმე არ მაქვს. სამაგიეროდ მე მაქვს თქვენთან საქმე. კარგი. დავით. ნუ შესწუხდებით, მე თვითონ მოგკიდებთ ხელს. აქეთ დავიდეთ. აი, აქეთ. რატო? რისთვის? აქეთ არავინ დაგვინახავს. ელიკო, თქვენ მე გამოდი. აი ახლა ვილაპარაკოთ დამშვიდებით. რას გადამეკიდე? იმიტომ რომ ოფიციანტი ვარ, არა? იმიტომ რომ ოფიციანტი არ შეიძლება პატიოსანი ქალი იყოს, ხომ? დიახ, ოფიციანტი ვარ. მე რა რომ ოფიციანტი ვარ. გაუმარჯოს პატიოსან ოფიციანტებს, შენ კი ბრძანდებოდე მან. ამ დღეში მგლების ხროვა დადი. მოვლენ და შეგჭამენ, ღმერთმა შეარგო შენი თავი. ჯერ ეს მითხარი. რესტორანში რატომ იქცეოდი ისე უცნაურად? ეს ჩემი საიდუმლოება, ხელოვნებას ეხება და შენ ამას ვერ გაიგე. მითხარი, მე თვითონ ხელოვანი ვარ. რა პატარა გოგო მნახე? ამოსლა მოგინდა რა? არა, ამოსლა არ მინდა. იცი, ამ რაკუში ზეთის ფულზე. ნამდვილ ანგელოს გავხარ. შენ მე ნუ მეფარისევლები, თორემ ჩაგმარხავ. ეხლა ვეღარსაც წამიხვალ. არ მომეკარო! რესტორანში რატომ დადიოდი ისე უცნაურად? ადგილიდან არ დაიძრა და ყველაფერს დაგიხსნით. მე მსახიობობა მინდოდა. აქ ერთი კინორეჟისორი ჩამოვიდა. მინდოდა ჩემთვის ყურადღება მოექცია. კინორეჟისორი? რომელია? ჯაღარაკაცია, მე თქვენ გაგაცნობ. ლუქში ცხოვრობს სულთან ერთად, აუცილებლად გაგაცნობ. ის კინორეჟისორი მე რომ აღმოვჩნდე მაშინ? რა ხუმარა ყოფილხარ. ბოდიში მე რომ თქვენზე ცუდად ვიფიქრე, მაგრამ იქ დღეში ძალიან შემეშინდა. ბოდიში, დიდი ბოდიში. კეთილი, მოდი შევიგდეთ. შევიგდეთ, ოღონდ ხელი რა საჭიროა, ისე შევიგდეთ. ახლა მე წავალ, კარგი? კარგი. რა კარგი გოგონა ყოფილხარ ჩემო ელიკო. თუ მასთან სამბობთ, გმადლობთ. მე თქვენი სახელი არ ვიცი. ზურაბი. ზურაბ, ბოდიში რომ ორმოში ჩაგაგდეთ. არა ჩემო ელიკო. შენ მე ორმოში კი არ ჩამაგდე. აი იმ ვარსკვლავზე ამაფრინ. აბა? ელიკო. ბა? დაჭი. ბა? ახლა მე წავალ. ნუ გამაცილებ, თითქმის მივედი. კეთილი. არ შეგეშინდეს, მე აქ ვიქნები. აჰა, გთხოვთ. ისერიან? აბა შენიც ახლა იცოდე ყველაფერი წესრიგში დავხდა. კი ბატონო. Виктор Петрович? Ты? Боже, братан! Чатере. 3:49-13. Америкаик. Амханагო. შენი იმედი მაქვს. ორი ბორჯომი. ბორჯომი არის. ა? არ არის ბორჯომი.
არა, ბორჯომი ხომ? ურია მაშან? ბორჯომი არა, საგულია. ბორჯომი არა. სორი ხარ. ვინა თვილია? ნამდვილად. ვინა თვილია? რას გავს? საკვირები კი? თვილი. მეგობარო. რას გავს? საი პაპა თუ შეიძლება. პაპა. არ არის პაპა. ტანია. ტანია, მაგიდას მოემსახურე, ხედავ ბავშვები. მეგობარო. ერთი უკაცრავად. თქვენ შემდეგ დაკავებულია? დაკავებულია. პოლიში. ხორციანი საჭმელი 600-ოსაგან შემდგარი. ჰა? საჭმელი? არ ვიცი. შემდეგ. მაგრამ საჭმელი? ბოდიში. დაკავებულია. შედარი. მოიტანე. ქალიშვილო, მე თქვენ კეფირი გთხოვე. აი, ღმერთო ჩემო. თქვენ რა, შეყვარებული ხომ არ ახავთ, ა? არა არის ეს. რა არის? კატლეტია. აჰა, კატლეტია. ულუფები ასე რატო დაბადარებდნენ? ულუფები? ხო. რესტორანი გაფართოვდა. აჰა. ულუფები პატარები გამოჩნდნენ. თვალი გატყუებთ. ხო. მიფიქრე მატყუებენ მეთქი. რა ხდება? არაფერი, მატყუებენ მეთქი. კი ბატონო, კი. ჰა? თვალი გატყუებს. ბოდი შემხანაგო, თქვენ იწყებთ თუ ამთავრებთ? მაპატიეთ. მეგობარო. გვაცალე. ოთარ, რატომ იმხვირები? თბილისში უფრო ხშირად ხვდებოდით ერთმანეთს. და კიდევ ასეთი მომსახურეობა. ცუდი მომსახურეობა სიყვარულზე არ მოქმედებს. აი შეხედე იმ შესანიშნავს წყვილს. ისინი უფრო გვანან ახლა ჯვარდაწერილებს. ვინმე თუ არა. გვაცალეთ ბატონო. ამას ვფია დაბრუნება მშობელ მხარეში. რამდენს გიჩებდი ჩვენ სტუმარ მასპინძლობას. ასე მომიხდება. დამშვიდი ნინო, მე აქ ძალიან მომწონს. 50 წლის მანძილზე შენ ჩემთან წვილი არ გითხოვ. ეხლა რა დაგჭირდა? ხო? შენ არ გჯერა ჩემ? ამ 50 წლის მანძილზე არ შენ გილაპარაკია ჩემ? ერთი ღვინო. მეღლაბუცებით ხომ ამ პალაპარაკებას იწყებს. სადილობა თუ არ გინდათ მაგიდას რაზე მიცემთ? დადით ეგერ ხიდის თავში ქლიავს ხიდია. ეს არის? ბატონო. ავიდეთ ბიჭო. ბიჭებო, ამოფიციათ ნუ გაუწყრებით, ცუდი კაცი არა. შარშან მზემ დაარტყა. დაუკარით, თქვენ ოღონდ დაუკარით და მე მოგემსახურები. დაუკარით. იანგარიშო. ამხანაგო. მოიწმინეთ. ბორჯომი არ ყოფილა. შემეშალა. გაგიზდება კაცი ამ სიცხეში. 125 მანე დააცშაური. ამხანაგო. მოიწმინეთ. დაუნდროლე, ხო? ბატონო. რა ბატონო? თავიდან იანგარიშო. კი ბატონო. კი. შენი მედი მაქვს. გაიგეთო. ორი წინანდალი. წვადი 2. ასეტრინა. 2 ბიტოჩკი. რა ბიტოჩკი? თქვენი ამხანაგი ჭამდა. რომელი ამხანაგი? აქ რომ იჯდა ბატონო. წავიდა. საწავიდა. გადაждდა. ახ, გადაждდა. 96 მანე დააცშაური. მე რა? მაგას უნდა მეგეთო შენ. შენ არ მომიჯდა. შენ მიკუბო ნახე შენ. კაი ბატონო. შენი ჭირიმე. ორი ბორჯომი. რა არის ეს? უყურაშა. ახლა ბატონო. ამხანაგო. დამსვენებლებო, პანსიონატის დირექცია გაფრთხილებთ, რომ დღეს სრულ 6 საათზე სასადილო დარბაზში ჩატარდება ლექციების ციკლი.
ისე ფრიად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმეა. კარგი. ბატონო ალექსანდრე. ხო. Хорошо. ჩვენ დამსვენებლები ხომ აღარ გაიქცეოდნენ აქედან, მართალი ხარ? მოხუცი ცოლ-ქმარი რომ არიან და ის ახალგაზრდები როგორ უგემურად ატარებენ დროს? ნაწყენები არიან. რა თქმა უნდა. მოდი კარგი კონცერტი მოვაწყოთ. ჩვენ რა შეგვიძლია? რაიმე მოვიფიქროთ. ვთხოვთ ვინმეს დახმარება. დამსვენებლები დაგვეხმარებიან. ალექსანდრე რომ გაჯავდეს. ოხ, რა ბიუროკრატი ხარ ტანი. მე? ხო, ბიუროკრატი ვარ, კარგი. ამხნეგებო, როგორც მოგეხსენებათ, ჩემი დღევანდელი ლექციის თემა გახლავთ შრომელი ადამიანის კულტურული სახე შვებულების პერიოდში. ოთარ, წავიდეთ, ვიანა. რა? დედა გაგიჭირდება? შენ ხომ იცი ჩვენ სასტუმროში კარებს როდის კედავენ? კარგი, წავიდეთ. წავიდეთ. დაგიდილია. ოთარ, აქეთ. ლიანა. Ủa,
შენ? ლიანა. ანი. ხვალამდე. Хорошо. შორის ერთი ამბავი უნდა გაკეთო. მირცით. ყოველთვის ელიკოს მაგიდასთან დავჭიდეთ. კარგი. კინოა პირდაპირ. რა ბრძანეთ? არაფერი. სასტუმროს შინაგანაწესი გუშინ უხეშად დაირღვა. ერთ-ერთი ახალგაზრდა დამსვენებელი ქალი, რომლის გვარსაც ამჯერად არ დავასახელებ, ის ამჟამად სწორედ რესტორანში ზის, საათნახევრის დაგვიანებით გამოცხადდა ქალთა საერთო საცხოვრებელში მამაკაცის თანხლები. ვაჟის ვინაობა არაა დაზუსტებული. უცნობმა მამაკაცმა ფანჯრიდან შემოსვა დამსვენებელი ქალი. დირექცია აფრთხილებს მას და სპეცად, რომ ასეთი ან ამგვარი მორალური საქციელი გამოიწვევს მათ გადაყლებას. ჩვენი სასტუმროს დირექცია დაუცხრომელ ბრძოლას ეწევა დამსვენებელთა მორალური სიწმინდისათვის. და ამ დროს რა გააკეთა ამ ქალბატონმა? მან სცადა დაემალა დამსვენებლებისათვის, ესე იგი მშრომელებისათვის ჩვენი წარმატებები. მან გამორთო რადიო გადაცემები. მე მხოლოდ თქვენი გადაცემები გამოვხდი, ბატონო ალექსანდრე. მე ვინ ვარ მე? ყოველ შემთხვევაში რადიო კომიტეტი არ ახარ. ბატონი ალექსანდრე ჩვენთვის რადიო კომიტეტიც არის და უფრო მეტიც. როგორი იქნება წინადადებები? ბატონო ალექსანდრე, ხალხი დიდი ხანია იცის. მოიცდიან. ამას მოახსენებ მე ამხანაგებს. როგორ ექცეიან მაგ და მე აქ ამხანაგებს. და ზოგიერთ ამხანაგებს მოუხდებათ უკვე ახლა პოსტების დატოვება რასაკვირველია. ხათმიშირი გამიგია ბატონო. ხორი შირის გამიგია. მაგრამ აფიცერების შირი? ვაი, ჩემ დირექტორს გოუსტეს და ჩემი ეხანა ჩამოთრევისათვის გასწრე. დაიწყე. მერასკები რა. სადაა დირექტორი? არის მე დირექტორი. სადაა დირექტორი? ჩუმად ამხანაგებო, ჩუმად. როგორი იქნება წინადადებები? გამანთავისუფლოთ სამუშაოდან. არავითარ შემთხვევაში. ეს ჩვენი სისუსტე იქნებოდა ამხანაგებო, ჩვენი ვალია აბზარდოთ და გამოვასწოროთ იქ. ესეც სწორია ამხანაგებო. ნუ, სადილობისას, დამსვენებლებისათვის მუსიკა რომ დაუკრან. ის არ ჯობია? ჩატერეთ ოფში, აღზრდელობით მუშაობას ჯაზი ჯობიაო. არა, ეს მას არ უთქვა. მას ასე უნდოდა ეთქვა, მას ასე შეეძლო ეთქვა. ის ხვალ ასე ითქვის. ხვალ მე რას ვიტყვი არ ვიცი. დღეს გეკითხეთ, სად გაგონილა? დამსვენებლები ორჯერ გაამრავლეო და თანამშრომლები ორჯერ შეამცირეო. რა? არა, ნახეთ მეგობრებო, ნახეთ რა არეულობაა. ამხანაგებს. ეს საუტანელი, ეს შეუძლებელი. ამას მე ვერ არის. საჭმელი არა. ახლა ეს შეურაცხყოფ. არა. მე ძალიან მომწონს. დამშვიდი, შენ დამშვიდი. დამშვიდი. დირექტორ. ბატონო ალექსანდრე, თქვენ ხომ თვითონ ძალიან კარგად იცით, რომ თქვენ არ ახართ კარგი დირექტორი. მაგრამ ამხარაგებო, ჩვენ ზომები არ უნდა მივიღოთ, ჩვენი ვალია აღზარდო და გამოვასწოროთ. ინტრიგან! ამხარაგებო, ჩუმად! მე დღეს არ ვღებულობ. მე თქვენ ახლა არ მოგისმენთ.
ამხანაგო ლისერი დაგავებულია. ვიქტორ პეტროვიჩ მორდაი. მეც დავით მოდაგთუმია. მაგრამ ეხლა ჩვენი რიგია. იცი ვინ არის? ვინ? კინორეჟისორი. კინორეჟისორი? ლაურეატ. გავედი. Виктор Петрович, ава, моя я Гаргия, Штамхерланд Петрович, ава, Игорь. Молодец. აღარ იტყვიალიკო რა გინდა? რა მინდა? ხო. ალექსანდრეს რომ დაეცეს მეხი თავში, იმან რომ არ გაათიოს ეს ღამე იმის კუბო რომ დაედგას მისიანებს და ის რომ ჩაიხჩოს სამ ტბაში. ეს ყველაფერი მე უნდა გავაკეთო? ახლა ტანი მოიყვა სტუდენტებს და ყველაფერს აგიხსნი. აი, ჩქარა. აი, მოდი. სუდათაა საქმე, მეგობრებო. ყველანი გარბიან. დავდამჯეთ ხალხი, ჩავამწარეთ ზაფხული, შვებულება, მოგვეჭრა თავი. ალექსანდრეს გაუხმეს თავი, მაგ დაჭამონ მგლებმა და მაგ მაჩვენა დასვენებული იმ თავის სალექციო დარბაზში. მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთო? ხო. შევაგროვოთ ფული. ხო. გამართოთ საღამო დამსვენებლებისათვის. ცოტათი მაინც ვასი ამოვნოთ. იქნებ დარჩნენ კიდე. აჰა, კურორტნიკებს დავპატიჟებთ. აუცილებლად. სუფრას ვიზამთ. ცამ ქუხილი დაიხსნა. ისტორია. რაზლარი. ой, პირპიტაკია. კიდევ მევიშოვი. მოიცათ? აქ ერთი მსახიობი ქალია. იმასაც გამოიყენებთ. მსახიობი? ხო. რა ვქნა ჩემო მურია. ეტყობა არც ოფიციანტად ვარგი ვარ და არც მსახიობი. სანამ ეგ ალექსანდრე აქ იქნება. სამართალია ახლა. შენ ძაღლი უნდა გერქვას და იმას ადამიანი. მურია. ერთი იქით გაიხედა ხომ არა ვიყურება. თვალით ნახე ბატონო. შევეყვანეთ. გაიქცა. გაიქცა, სად გამექცევა? ვიპოვნი და ბოხი ხმით ვამღერე. ვინო გაფურო, ვარშენი მსმერი, ინ თეთრიყა, ინ დათითელი. წავიდეთ რა. სამი წელია არ საუხე მაღაზიის წინ მუშაობ. არც მგონია ამ ქვეყანაზე, არც სიმღერას დაბოლოება არ აქვს. გამაგიჟეს კაცი. გამაგიჟეს კაცი. ვოროტად იყენებდა სახელმწიფო დადესებულებას პირადი ინტერესებისათვის. გაარდია სამზარეულო. გადაჭრა ჩემი გადაცემები. ახლა სახელმწიფო სუფრები გაიტაცა. თქვენ ყველა ჩემს განკარგულებაში ხართ. მოემზადეთ ოპერაციისათვის შემწახვალ ტბის მარჯვენა მხარეს. მეცმის. შენ კი მეტყევის საფუტკრესკები რომ დგას იქ ჩასახდები. კი მაგრამ ფუტკრემ არ უნდა მყირო. ასია საჭირო. მესმის. აბა თუ მდგომარეობა მოითხოვა. ვესროლო. ესროლებ. ეს მინდოდა. გიორგი ხომ იცი გველოდებიან. სად არის ელიგო? რატომ აგვიანებს? არ ვიცი. არ მინდა. ბა იმშევეთ. აბატო. ეს ელიკოსა და მისი კამპანიის ნახევარია. შეგენია.
ინებეთ. სალამი. გამსვენებლებს. რა ბატონო? კი. კარგი, ცოტა ზემოთ სურათებს არ შეუშლის და კარგი. ბოდიში. გამარჯობა პატრიციონო დირექტორო. რა რიცხვია დღეს? ეს 11 აგვისტო. ესე იგი 1 მაისი არა? 1 მაისი? არც 7 ნოემბერია, ხომ? 7 ნოემბერია. არა. აბა რა ზეიმო? ხომ გითხარით, დამსვენებლებისათვის კონცერტის მოწყობა გადავწყვიტებ და გასწრობის პრობლემა თუ გაინტერესებ, ხვალ სწორედ ლექცია მაქვს მაგ თემაზე. თხოვ დაესწრო. Хорошо. გამოიქცა? სად არის სუფრები? გუშინ სუფრები. არ მაინტერესებს რა იყო გუშინ. ლაპარაკი. სადაა სუფრები გეკითხებ? რას მიყვი? გუშინ სუფრები გავრეცხე და გამაუცოვე. ხალხთან იღებოდა ჭამა. გარეცხე? მერე ვინ მოგცა უფლება სახელმწიფო სუფრები გარეცხო? გაუთო. უღრემა შენ. ალო, რომელი ხარ? გისმენ? ო. ხარაგო ირაკლი. ბოდიში ვერ გიცარი, გამარჯობა. დიახ. კი ბატონო, აუცილებლად. ხვალდილით სწორედ ის ლუქსი თავისუფლდება. კინორეჟისორი მიდის. მიდის? დიახ. თქვენთან ტრეშში. კი ბატონო, იახლებით. მეთილი. Хорошо. აქ ბრძანდებოდეს შემსდაბრუნება. კი ბატონო. მოიცი. რაშები? არ დაკეტო. ბიჭებო, ინსტრუმენტები შოვნეთ? ვიშოვნეთ. კოსტუმები? არის. კოსტუმები. ელიკო სად არის? არ ვიცი. როგორ? ბიჭებო! ბიჭებო! ელიკო! ვერსად ვერ ვიყოლ. გამიშვი! გამიშვი! სურათ ასაკმე ბიჭებო. სურათ! რა შეესაბამება? სურათ ასაკმე. ყველაფერი მზადაა. მე? სადაცაა? კონცერტი უნდა დავიწყოთ, ელიკო კი არსად შენ. ელიკო, აქ მე ვარ, ბესარიონი, რაც იყო იმას ნუ მოიგონა. მოვალეობა მაიძულებდა და სამსახურმა მოგეხსენება სიყვარული არ იცის. შენ ახლა მოხსნეს, ჩაკეტეს, შენ ყველა მიგატოვა. მაგრამ თქვენ არ იცნობ ბესარიონს. მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე. თანახმავარ. შენ იქნები ჩემი ოჯახის დიასახლისი, შენ გენაცვალოს ბესარიონი. გადიჭალა! გადიჭალა! ესე, გადიჭალა! გადიჭალა!
გაშოროთ! შენგან გაწამებული ხალხი მინდოდა გამემხიარულებინა. ძალიან გთხოვ. დღეს ხმაზე არ არა. ნუ გთხოვ. გულში სიყვარული მოვა გადაფულია ხებალახე არგაში Თქვენი სახელი ვამგო იედით. თქვენ
კარგია. აბა ბიჭებო, ჩქარა. დიანო. ზად არის? მოიდა. ой, მადლობ დიანო, ჩემო კარგო, ჩემო ტურფა, ჩემო მშვენიერო. ზეიმობენ? ზეიმობენ. ის არიან. საიდან მოდიო ახლა მე? ტრესტიდან პატარა. სწორია. ვინ ვარ მე? ჩვენი ნაცადი ხელმძღვანელი. მეც ასე მეგონა. ბიჭო. ჩემს დამსვენებლებს ერთი საუზმეც თუ უჭამიათ ლექცია საუბრების გარეშე. გამიგონია ბატონო. მათი კულტურული დონის ასამაღლებლად ზრუნავდი? კი ბატონო. მერე? ვინ დამიფასა, ვინ? მე ბატონო. ой да მომაძოდეთ ხანძები ой да დაუწრები და დაუწრები ой да ერამღერებ შეუბედურო შე ხასიათი შეგიწყებ ბატონო. ერთი საათის წინ მომხსნეს დირექტორობიდან.
ხუმრად, ადანა. მე ხუმრება ბიჭო გულზე ვარ გასიებული. მან არაფერია. მე მყავს აქ კაცი. ვიქტორ პეტროვიჩი. ფინალი ის არის? ეს არიან სთხოვე. ეს არიან? გადაყვევი ახლა თან. хорошо. შენ უკვე გადამყევი. შენც მოხსნეს ჩემო ბესარიონ. წამოდი ერთად ვიაროთ. შენ ჩემო გიშრის თვალება. მოგეწონათ როგორ მღერი? დიახ. ცეკვაც? ცეკვაც. გარეგნობით როგორი ვარ გამოვდგები? შესანიშნავი. მას წამიყვანეთ, წამიყვანეთ. თქვენთან მე ფული არ მაინტერესებს, მე ყველაფერზე თანახმარ. იცით რა, როგორ გითხრათ, მე აქ ცოლითა ვარ. ეჭვიანობს არა? რატომ უნდა იეჭვიანოს? მე ხომ თქვენ არ მაინტერესებთ, მე ხომ მხოლოდ თქვენი პროფესია მაინტერესებს. აჰ, პროფესია? მე კი სულ არ მივიფიქრე. რა კი აგრია შეგიკერავთ? შემიკერავთ? დიახ. რა შემიკერავთ? რა შეგიკერავთ? რა უნდა შემიკერავთ? ო, რა შეგიკეროთ? კაბა თუ კოსტიუმჩიკი? მე რა თმინდა კაბა და კოსტიუმჩიკი? მას სხვისთვის მატერია გაქვთ? მატერია? მე? აბა მე? მოიცათ, თქვენ ვინ ახართ? ძირითადად კაცების მკერავი ვარ, მაგრამ ქალებსაც უკერავ. თქვენ მკერავი ხართ? რა, არა ვარ თუ? არა, თქვენ არ ახართ მკერავი. გენაცვალე, კაცად დამიწუნეთ. ახლა აღარც მკერავად ვარ გივარ? როგორ არა გწვენიათ? რატომ მატყუებთ? რა? არა ვარ კინორეჟისორია. მოთავდა შენი სახიობობა ჩემო ელიკო. ყველა დაგიდებოდი კისერზე. ამ სასიამოვნო საუბრის შემდეგ ჩვენ ერთმანეთი აღარ გვინახავს. ეხლა კი როგორც ხედავთ, ვიღებთ ფილმს წარსული ზაფხული. ელიკოს როლს ვინ ითამაშებს? ელიკო, მიიღე დეპეშა. სურა. შენ ხარ რეჟისორი.